ოცნება საქალაქოში ამ დრომდე არ მიხავს სპეცრაზმელები, რომლებაც ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური განცხადებებით თავის შეურაცხყოფილად იგრძნეს. სამაგიეროდ სასამართლოში მივიდნენ ის პოლიციელები, რომლებმაც ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარის დაკავების ოპერაციისას ხელბორკილები მურთაზ ზოდელავასაც დაადეს. ოცნების პროკურატურა ლევან ხაბეიშვილს ციხეში 7 წლამდე უპირებს გაშვებას იმის გამო, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს მოუწოდა არ ეძალადათ მშვიდობიან დემონსტრანტებზე. თუმცა ბახუტაშვილი პროცესის დეტალებით აგრძელებს ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. Ლუკა ამ წუთებში მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას ერთობლივი სისხლის სამართლის საქმის განხილვა დღევანდელ ხტომაზე იკითხება მოწმის სახით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი ზურაბ კობალაძე, რომელიც საუბრობს დაკავების დეტალებზე უშუალოდ ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დაკავებისას რა ვითარება იყო ვაჟა-ფშაველას 45 ნომერში და ეს მოწმე უფრო დეტალურად აღწერს მურთაზ ზოდელავას დაკავება რატომ გახდა საჭირო. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესს თავად ამ საქმეში ბრალდებული მურთაზ ზოდელავა არესტრებას ხტომაზე მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი გამოცხადდა, რომელიც ითხოვს უკვე რამდენიმე ხტომაა მოიყვანონ ის სპეცრაზმელები ხტომაზე და შეძლოს მათთვის კითხვების დასმა, რომელთა ჩვენებებიც არის ამ საქმის სამართლებრივი საფუძველი. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმართა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს იმისათვის, რომ გამოეყო რამდენიმე სპეცრაზმელი, რომელიც იტყოდა, რომ ლევან ხაბეიშვილის საჯარო განცხადებებით კერძოდ, რომ არ შეეცვლებინათ მათ უკანონო დავალებები, რომლებსაც მათი ხელმძღვანელობა მისცემდათ, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ფულად ჯილდოს მიიღებდნენ, თავის შეურაცხყოფილად იგრძნეს. ეს ადამიანები გამოუყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და 3 ადამიანის ჩვენება დაუდო საფუძვლად სისხლის სამართლის საქმეს და სწორედ მათი ჩვენებების საფუძველზე უკვე თითქმის 6 თვეა ლევან ხაბეიშვილი არის პატიმრობაში. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ის დაკავებული არის მხოლოდ სიტყვისათვის და არანაირი სამართლებრივი საფუძველი მისი პატიმრობაში ამ დრომდე დაყოვნებისათვის არ არსებობს. იგივეს ამბობს მურთაზ ზოდელავას მეუღლე, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს სასამართლოში, მისი შეფასებით მოქმედება, რომელიც მურთაზ ზოდელავამ განახორციელა, იყო მხოლოდ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ქმედება და არა სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციის მისანიჭებელი ქმედება. შესაბამისად, უსამართლო არის ამ საქმეში მურთაზ ზოდელავასათვის ბრალდებული სტატუსის მინიჭება. გრძელდება ის აბსურდი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით 11 სექტემბრის შემდეგ, რა დროსაც ჩემი მეუღლის დაკავება განხორციელდა აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და ამას ყველა გამოკითხული მოწმე, რომელიც დღემდე გამოიკითხა, ადასტურებენ იმას, რომ მისი დაკავების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და მისი დაკავება განხორციელდა მხოლოდ იმის გამო, რომ ის ითხოვდა საკუთარი ტელეფონის უკან დაბრუნებას, რომელიც მას წაართვეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. GDD-ს თანამშრომლები არ მოყავთ, ეს სრულ GDD-ს თანამშრომლები, რომლებიც სუსმა იმათხოვრა, გაუგზავნა GDD-ს წერილი, რომ ვინმე გამომიყავითო, მათხოვეთო, 3 მოწმესაც რაღაც სამართლებრივი ნონსენსი და არ არსებობს სამართლებრივად ესეთი რამ, რომ თუ ვინმე გრძნობდა თავს შეურაცხყოფილად, მას თვითონ უნდა მიემართა პროკურატურისთვის და სუსისთვის, მაგრამ არავის არ მიემართა და სუსმა აქეთ მიწერა, განცხადებით ესაც სამართლებრივი ნონსენსი არის, გრძელდება ლევან ხაბეიშვილის წამება, გრძელდება არაადამიანური მოპყრობა, დღემდე არასრულწლოვან შვილებს მას არ ანახებენ და რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საქმეში, რომ ლევან ხაბეიშვილი დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში პირველი პოლიტიკოსია, რომელიც დააკავეს მხოლოდ სიტყვის გამო. ლევან ხაბეიშვილი იმიტომ არის დაკავებული, რომ მან თქვა. ლევან ხაბეიშვილის სასამართლოს ხტომას ესწრებიან მისი თანაგუნდელები, რომლებიც ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და ამბობენ ჩვენთან საუბრისას, რომ ლევან ხაბეიშვილს ქართული ოცნება სჯის, იმიტომ რომ ის მწვავე ოპონირებას უწევდა მათ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიებისა და ანგარიშწორების გამო ჰყავთ გამოკეტილი, თანაც თითქმის 6 თვეა მას აკრძალული აქვს გარესამყაროსთან კომუნიკაცია, აკრძალული აქვს როგორც ზარები ოჯახის წევრებთან, ასევე წერილები და შეხვედრის უფლება მას მხოლოდ ადვოკატებთან ეძლევა.
სუსმა თხოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამსახურს, რომ დაენიშნათ ღირსება შელახული მოწმეები ლევან ხაბეიშვილის საქმეზე. დაახლოებით უკვე 6 თვეა ჩვენ ვითხოვთ ამ მოწმეების გამოკითხვას და ამ დრომდე ერთი მოწმეც კი არ მოუყვანიათ იმისთვის, რომ გვეკითხა უბრალოდ ამ ადამიანებისთვის როგორ შეელახათ ღირსება იმ მოწოდებით, სადაც ლევან ხაბეიშვილი ამბობდა და სთხოვდა მათ, რომ არ ეცემათ უკანონო დავალებები არ შეესრულებინათ და საკუთარი ხალხი არ ეწამებინათ. 6 თვე საკმარისზე მეტი დროა საგამოძიებო სტრუქტურებისთვის, მაშინ როცა შეიძლება ჩაითვალოს, რომ ნომერ პირველი მნიშვნელობის საქმეა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, ასევე პროკურატურისთვის, რომ რაიმე სახის მტკიცებულება მაინც წარმოვედგინათ. ერთი მოწმე მაინც მოიყვანათ, რომელიც ახლოს იქნებოდა რაიმე სახით დანაშაულთან. სინამდვილეში ჩვენ გვაქვს საქმე პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დათხოვებასთან, პოლიტიკური ნიშნით ადამიანის წამებასთან, იმიტომ რომ ლევან ხაბეიშვილი არ იმყოფება ადამიანურ პირობებში, ისეთ პირობებში, რომელსაც იმსახურებს ნებისმიერი პატიმარი, მას მოწყვეტილი აქვს ყოველგვარი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ამის შესაძლებლობა მოწყვეტილი აქვს ოჯახის წევრებთან და ახლო მყოფ ადამიანებთან კომუნიკაცია, რაც არის წამება და არაადამიანური მოპყრობა. ამ საქმეში პროკურატურას მტკიცებულება წარმოდგენილი აქვს ადვოკატების შეფასებით მხოლოდ ის საჯარო განცხადებები, რასაც ლევან ხაბეიშვილი თვეების განმავლობაში სატელევიზიო ეთერებში აკეთებდა, სხვა ოპერატიული მოქმედებების შედეგად ამოღებული მტკიცებულებები ან მოპოვებული მტკიცებულებები საქმეში არ დევს. შესაბამისად, ეს საქმე რომ პოლიტიკურად მოტივირებული არის, ადვოკატებისთვის ეჭვს უფრო და უფრო აღრმავებს. ამ დრომდე ვერც ერთი ახალი მტკიცებულების სასამართლოში ვერ წარმოდგენა. ადვოკატები ამბობენ იმასაც, რომ თუ კი პროკურატურას დასამალი ამ საქმეში არაფერი აქვს, მაშინ არ უნდა იყოს პრობლემა იმ სპეცრაზმელების მოწმის სახით მოყვანა, რომელთა ჩვენებებზეც ეს სისხლის სამართლის საქმე ააგეს.